ჩვენი თემა დღეს არის რუკები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს აპლიკაციაში რუკა. ზოგადად ორი გზა გვაქვს რომ რუკა გამოვიყენოთ, ანუ ორნაირი რუკა არის ჩვენ შემთხვევაში Google Map-ი და არის MapKit-ი, ეს არის Apple-ის რუკა. Apple-ის რუკა შედარებით ახალია, დაახლოებით 2 წელს ითვლის მგონი, ან შეიძლება ცოტა მეც. და ამიტომ Google Map-ი Google Maps უფრო მეტი ოპშენი აქვს რომ მომართო, ვიდრე Apple-ის Maps, თუმცა ესენიც კარგად მიდიან განვითარებაში. ანუ ამოცანას გააჩნია Apple-ის Maps-ის რუკის ჩაშენება, იქიდან გამომდინარე რომ Apple-ის პროდუქცია უფრო მარტივია აპლიკაციაში და Google Map-ი რომ შემოიტანოთ თქვენ აპლიკაციაში, ცოტა კონფიგურაციული საკითხებია გასავლელი. თუმცა Google Map-ის დოკუმენტაცია იმდენად კარგად არის გაკეთებული, ჩვენც ახლა დღეს ავდგებით მაგას გავყვებით და შემოტანისას, რომ წესით არ უნდა გაგიჭირდეთ, ანუ დოკუმენტაცია არის, როგორ უნდა შემოიტანოთ თქვენი Google Map-ის რუკა ჩვენს აპლიკაციაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ. Okay, ეხლა რაც შეეხება რუკებს. ნუ რამდენიმე ფრეიმვორკის გამოყენება დაგჭირდება. გჭირდება Core Location Framework-ი, რომელიც გვეხმარება რომ მომხმარებლის ადგილმდებარეობას დაკავშირებული ამოცანები, როცა გვინდა რომ გადავწყვიტოთ, აი სად არის მომხმარებელი და ასე შემდეგ, ანუ GPS დაახლოებით. ანუ Core Location Framework-ის გამოყენებით შეგვიძლია მაგის გაგება და MapKit-ი უკვე არის, რომ ეს არის MapKit framework-ი, არის Apple-ის Map-ის framework-ი, Apple-ის რუკის framework-ი და კიდე გვექნება Google-ის Map-ის framework-ი გასარჩევი. მოდით იცი რა ვქნათ? პირდაპირ MapKit-ის მაგალითები გავაკეთოთ. მაგალითებით დავიწყოთ. შევქმნათ ახალი აპლიკაცია. Maps დავარქვათ. მოსვეთია. Okay. კარტა მოვნიშნე. ნუ კორდატას არ გამოვიყენებთ დღეს სავარაუდოდ ისე რომ არ გვინდა. დღეს მარტო რუკებთან ვიმუშაოთ. ანუ იდეაში შაბათს კორდატას გამოვიყენოთ, რუკასაც გამოვიყენებთ და რუკაზე ნუ კაი დიდი აპლიკაცია გამოვა ლოგიკურად. სავარაუდოდ მოვიფიქრე კიდე ამას. Okay, main storyboard-ზე გადავიდეთ. და მოვძებნოთ map kit view. Okay, მე დავუშვათ. დავისვით ვიზა ყველაფერი. გავშალოთ. Constraints. Update frames. და ეხა ავდგეთ და ჩვენ კონტროლერში გავაკეთოთ ჩვენი მაპის outlet-ი. უბრალოდ outlet-ი იქნება თუ action. Outlet. Okay. ჩაუჩოთ ეს საკეთებ შედიდი ასე წაებთ. თორა ჩვენი როგორც კაი, ახლა დაგჭირდება ჩვენაც რაღაცები შემოტანა. ანუ ესე simple Okay. მოდი პროგრამის კოდის დააჭეროს მოგონი აპდეიტის ფაილი. ხა ბოლოს მოგონდა აპდეიტი. ჩემთან ისე დატოვა ესე რომ აი კონტინუი კრიზის. მაგაზე გეუბნება. Okay.
მოდი ახლა გავუშვით. და ვნახოთ. Application. Okay. If we do concept tools. ანუ ჩემი კოდი იყო გამოწერილი სხვისი აკაუნტით თავიდან. გუშინ წავშალე, იმიტომ რომ ისე მთხოვდა და დავალებას ვერ ვაკეთებთ და გამოწერე თავიდან. ოღონდ ჩემი აკაუნტი. ხო, მიდი აბა შეიყვანო. ალბათ თუ გამოსწორებს. ეს აკაუნტის უნდა ხო ეგრეა. და არა იმისი. Apple ID. კაი, ესე იგი, ანუ რუკა ძალიან მარტივად შეიქმნა. კაი. გამორთება იქ. და დავიდებ ეგ. Choose. კაი. ესე იგი, მოდი ესეთი ამოცანა დავსვათ. შეგვეძლოს ჩვენს რუკაზე, ანუ ჯერ პირველ რიგში მოდით ჩვენი რუკა რაღაც წერტილის მიმართ გავცენტროთ. ანუ ავირჩიოთ რა ერთი წერტილი და ყოველ წუთას ეს წერტილი, ანუ გახსნაზე სიტყვაზე ეს წერტილი იყოს ჩვენი ცენტრი. და მეორე ამოცანა მაპკიძე რაც გავაკეთოთ, დღეს იყოს მაგალითად, რომ დიდხანს რომ დავაჭერთ რუკას ხელს, ჩნდებოდეს პოინტები. და ამ პოინტს ბარემ ამ პოინტს სადაც დავსვავთ, იმ ადგილის სახელი ავიღოთ და ამ პოინტის ტაიტლი, ესე რომ ვთქვათ, იყოს რას ადგილსაც დავსვავთ მაგის სახელი. ამის მერე, ანუ Google Map-ი გავაკეთოთ, ან ცოტა მაპკეტი გავაკეთოთ, ცოტა Google Map-ი და შაბათ სავარაუდოდ მთლიანად Google Map-ით ვიმუშავებთ. ანუ ლოგიკა მაპკეტშიც და Google Map-შიც ერთი და იგივეა, ანუ ის რასაც აკეთებ, უბრალოდ კლასები, მაგალითად წერტილის კლასის სახელი მაპკეტში სხვა არის, Google Map-ში სხვა არის. ნუ კლასის სახელები განსხვავდება იმის გამო, რომ სხვადასხვა ფრეიმვორკებია. თუმცა ლოგიკას ერთხელ რომ გავიგებთ, ორივეგან ერთი და იგივეა. ანუ ზოგადად რუკაზე რო წერტილი ავიღოთ, რაღაც წერტილი გვჭირდება, ამ წერტილის გრძედი და განედი რო ვიცოდეთ, ხო? ამიტომ მოდი ახლა რამე წერტილი ვიპოვოთ. Google Map-ზე. თქვენც რამე აიღეთ, რამე წერტილის კოორდინატები დავაკოპიროთ გრძედი და განედის. გაიშხო. ესეთი. გავჭი. ანუ რუკა ძალიან მარტივად შემოვიდა. რუკის view დავაგდეთ და მეტი არც არაფერი არის პიცში საჭირო. Google Map-ის შემთხვევაში გაცილებით მეტი საფრთხის გავლა გვიწევს. კაი, მე ნელ-ნელა მოთანაგებად დავიწყებ სანამ ეს. ანუ ორი ცვლადი შევქმნათ let lng მაგალითად cl location degrees არის კოორდინატების განსაზღვრელი ტიპი, ესე რომ ვთქვა და w-ია და ნუ აქ რაღაც 41.1 სიტყვაზე კოორდინატებს ჩავწერთ შემდეგ და let latitude ესე cl location degrees ეს თქვა 44.1 რაღაც ესეთი. შემდეგ ვჭირდება რომ შევქმნათ ანუ გრძედის და განედის გამერთიანებელი, მაგალითად location, let location radian cl location coordinate 2d ან თუ გინდათ კოორდინატი ეს არის cl location coordinate 2d make ანუ ახლა ვქნით კოორდინატ წერტილს ესე რომ ვთქვათ ანუ გრძედის და განეთის კვეთას დავარქვათ ანუ cl location coordinate 2d make კლასია და უნდა გადავცეთ latitude პირველი პარამეტრი და მეორე პარამეტრი იქნება longitude. აი ეს.
CL location coordinate 2D make. ანუ ტიპი რაც არის ზოგადად აი map-kit-ის შემთხვევაში ეს არის რომ ტიპი რაც არის, რა ტიპიც არის, იმ ტიპის ობიექტს რო ქმნი, დამატებულია make სახელში. დასამახსოვრებლად. აი ახლა მეცდე ნახოთ თუ გაიხსნა. აი კოორდინატები ავიღოთ. ნუ შაბათს კიდე რუკებზე ცოტა ფრთხილად კიდე რაღაცები ვაკეთებთ. აი, ყოველთვის გაიხსნება. კაი. ანუ წერტილი ეხლა შევხვდით ის ადგილი, სადაც წერტილი უნდა დაისვას. ანუ ლოკაცია, კოორდინატი. ამის გარდა უნდა შევხვდეთ span. ეხლა რა არის span? Span არის რამდენად მიზუმული იქნება ეს წერტილი, ანუ რამდენად ზემოდან ან დაშორება, კი. ამისთვისაც გვჭირდება ჯერ ორი ცვლადი, let მაგალითად lng так span დავარქვათ. CL location degree არის ეს CL location degree ტიპის და მაგალითად 0-დან 1-მდე რაიმე 0.01 მაგალითად და let span ესეც CL location degrees და ესეც 0.01 ვთქვათ. და ეხლა ისევ ამათი შემკვრელი ობიექტი უნდა გავაკეთოთ let span დავარქვათ CL MK coordinates span ხო MK coordinates span და ეს არის MK coordinates span make აი ეს MK coordinates span make ანუ როცა ობიექტის კონსტრუქტორი არის MK და უნდა გადავცეთ lng span-ი ჯერ უბრალოდ lat span-ი ну span delta-ს ეძახიან თქო ჩვენ სახელები გადავარქვათ span-ის მაგალითად delta delta და lt delta იყოს პირველი პარამეტრი და lng delta არის ჩვენი მეორე პარამეტრი. ოკეი. და რეალურად ეხლა ჩვენი კოორდინატის და span-ის გამოყენებით შეგვიძლია უკვე ჩვენი map-ი გავცენტროთ ამ წერტილის გარშემო რაღაც ზემოდან დაშორებით. ოკეი. ეხლა უნდა შევქმნათ რეგიონი let region MK coordinate region აი ეს და იგივენაირად MK coordinate region make coordinate region make ცოტა ბევრი რაღაცის დამახსოვრება მოგვიწევს. ნუ უბრალოდ გაგება. ანუ ქმნით ჯერ გრძედს და განედს. ანუ ეს არის რეალურად საფეხურება. ანუ საიდანაც ის დაიწყება ყოველთვის, ხო? ხო. ანუ რეალურად ეგ შეგვიძლია აპლიკაციის მიმდინარეობის პერიოდში ის ადგილი, რომელიც იქნება გაცენტრელი, ვცვალოთ. თუ ეხლა უბრალოდ ერთი ცენტრი ავიღოთ და ამ ცენტრიდან დაიწყოს ყოველ გაშვებაზე. თუმცა აი მაგალითად როცა მომხმარებელი გადაადგილდება თუ გვინდა რომ მომხმარებელი გადაადგილებისას იყოს ყოველწუთას მომენტში რუკის ცენტრში ნიშნავს რომ ანუ უნდა იცვლებოდეს გზედი და განედი მის გადაადგილების მიხედვით. ან დელეგატი უნდა გამოვიყენოთ პროტოკოლი და დელეგატი ზოგადად ხო მაგას ნიშნავს რომ ქმედებას ან სიტყვაზე UI table data source თუ იყო და ინფორმაციით მომემარაგებდნენ დელეგატი ნიშნავს რომ რაღაც ქმედებას აკონტროლებ ხო map-ის დელეგატის ну ერთ-ერთი თვისე ფუნქცია არის რომ ვაკონტროლოთ map-ზე როცა user-ზე ამიმაგრებული ანუ როცა აკონტროლებს გადაადგილებას GPS-ით ხო შეგვიძლია ერთ-ერთი ფუნქციის გამოყენებით მივყვეთ ამ გადაადგილებას და როცა შეიცვლება ეს გადაადგილება ყოველ წუთში უნდა ვცვალოთ ცენტრი. ანუ რო გადაადგილება ის გახდეს ცენტრი, მე ისე ის გახდეს.
ანუ ივენთია, რომელიც გვეუბნება გადაადგილებას და რა წერტილშია და ხელით ყოველ წუთას ის წერტილი, როგორც ახლა ამას ხელით გავხდი ცენტრს, ის წერტილი უნდა გავხადოთ ცენტრი. ეგ ცოტა მოგვიანებით. ნუ ზოგადად მომხმარებლის გადაადგილების კონტროლი სიმულატორით რთულია. ანუ რაღაც ოფშენები აქვს, რითაც შეგიძლია დატესტო, მაგრამ აი შაბათს ვნახოთ მობილურზე, შაბათს გავტესტოთ ეგ გადაადგილების ამბები. Okay, ეხლა MK coordinate region make პირველ პარამეტრად იღებს coordinates, ანუ ჩვენ locations, ანუ ნახეთ CL location coordinate 2D ტიპის ობიექტს და რომელიც ჩვენთვის არის location, რომელიც ზემოთ შევქმნით. და მეორე პარამეტრი არის pani. ესე შექმნილი გვაქვს. აი ესე. Okay. მოდი ახლა მივუწევ, ნახავ, აი აქ რაღაც წერტილს ავიღებ. ოკეი, ეს რა არის აქ? Come on. გავაკეთე. და ნუ ბოლოს რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ რეალურად ყველაფერი გვაქვს მზად, რაც გვჭირდებოდა და უბრალოდ ჩვენ რუკას უნდა დავუსვათ რეგიონი. My map view, წერტილი set region, და region animated through. Okay. აი მეგონი ეს კოორდინატები რაც მიწერია უკვე რაღაცას მომწავარ. ანუ გავუშვათ. თქო, ეხლა რეალურად ცენტრ ამ წერტილის მიმართ გაცენტრავს, უბრალოდ ჩვენ ვერ დავინახავთ, იმიტომ რომ ანუ ცოტა ძნელია იქო. გადაგვაგდებს. აი გავუშვით აპლიკაცია. უბრალოდ არაფერი რეალურად მაპზე არაფერი არ ზის წერტილი, ან წერტილი არ დაგვისვავს, უბრალოდ ვიცით რა კოორდინატების მიმართ უნდა გავცენტროთ. იმ კოორდინატებთან მიგვიყვანს თუ რეალური კოორდინატებია ჩვენ შემთხვევაში. ცენტრი იქნება, მაგრამ ცოტა ძნელია რომ ცენტრი იპოვო დევაისზე, ხო, თვალით. Okay. ნუ ეს ინტერნეტი ყანებს თუ არა? კი. ნუ სადღაცას ვართ. მოდი იცი რა ვქნათ 0.01 ძალიან მიზმულია. მოდი იყოს 1. გამოვაკეთოთ. ნუ ეს კიდე ძალიან გამოზმულია პრინციპში. კაი 0.5 იყოს. და იქნება რამე კაი კოორდინატები ვიპოვო. ორივე შევცვალოთ 0.5. თქვენ ლუკას ვერ ხსნით Google Maps. Okay. აი გავუშვებ აპლიკაცია. და იქნება აი აქ. რამე წერტილი მქონდეს. просто ამის დაკოპირება აგინდა. პიგარადრაისი. ხო, ნუ სადღაცას ვართ. რაღაცის კოორდინატებს გავს. სპუკი კაი. მე არ მაქვს ინტერნეტი. Okay, კაი, აი აქ თქვენ დუცაკეთ ინფორმაციას. მეც მიჭირს. კაი, ახლა მოდი წერტილი დავსვათ, რომ დავინახოთ ზუსტად რა გავცენტრეთ, ხო? უნდა შევქმნათ annotation, ანოტაცია. MK point annotation. ეს არის MK point annotation. ეს კი არა, პირდაპირ. თუნდაც ეს უდრის MK point annotations. აი ეს. აი ეს დაწერა, კიდე აღარ გჭირდება. და ეხლა ამ ანოტაციას უნდა ვიფხოთ რა კოორდინატზე უნდა დაჯდეს. coordinate-ი ჩვენ შემთხვევაში არის ჩვენი location-ი. აი ეს. და შეგვიძლია title-ი და გავუკეთოთ.
წერტილი title ეს უდრის my annotation და მე ეს ჩვენი annotation-ი რაც შევქმნით, უნდა მივაბოთ ისევ ჩვენ რუკას. ან ნახეთ, შევქმნი ანოტაცია, point რომელიც რუკაზე გამოჩნდება და ამ ანოტაციას points უთხარი რა კოორდინატზე უნდა დაჯდეს. თქვათ რაღაც სახელი გავუკეთე, რომელიც დააკლიკებ ეს სახელი გამოჩნდება და ეხლა რუკას უნდა მივაბა ეს წერტილი. point my map view წერტილი add annotation. Okay. Google Maps დაყენება ამ ინტერნეტით ცოტა გაგვჭირდა. აი მაგ წერტილის მიმართ ვართ გაცენტრილი. შენც ნახე ხო? ცოტა ახმეტოვსკაიასთან ხარ? ეს ზუმი უკეთდება ხუცეს. კი, უბრალოდ მე რაღაცა არ წამოყანა არსად. რა დაგაკეთე? ზუმს არ შევაჭამ. ეს აი რა ქვია, აი რაღაცნაირად შობა, აი ესე და ესე. გონი მარსელი. ეს თქვენი კოორდინატები გქონიერად ვარ. ამის ვაწერტილი. Voilà. Тут окнат. Вот только там еще. Okay. ეხლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ან ჩემთან როგორი იქნება იქ. აი. ეს თქვი. Okay. ეხლა მაშინ გავაკეთოთ ბარემ გავაგრძელოთ და გავაკეთოთ ესეთი რაღაც, რომ ვნახოთ როგორ უნდა მივაბადოთ ჟესტი ჩვენს რუკას. მოდი შევქმნათ long press ან double tap-ით შეიძლება მოდი long press-ი იყოს, ან დიდხანს დაჭერის ჟესტი შევქმნათ. let long press gesture დავარქვათ, ეს იყოს UI long press gesture recognizer-ი და პარამეტრები გვაქვს შემდეგი. target იყოს selfie და actions დავარქვათ სახელი long press recognizer. ეს ნუ შეიძლება ვარდეთ ეს მაშინ გაგვიწევს, ნახოთ ისთან როგორ. Okay. ეგ ერთად დაწერე action. ეგ სახელია მეთოდის action-ში რაც კი წერე. action-ად selfie დაწერე. და აი ეს მეთოდის სახელია, ამიტომ ეგ ერთი სიტყვა უნდა იყოს. არა, ეს წერტილი ხო ამართლებს ყოველ შემთხვევაში, რა. აი. ნუ, მოდი, იცი რა ვქან, ამ gesture შეგვიძლია უთხრათ რამდენ ხანს, ან მინიმუმ რამდენ ხანს უნდა დავაჭიროთ, რომ აღიქვას ჟესტად. minimum press duration, აი ეს იყოს 2 ამი. press duration. ალბათ ჩვენ იქ რა გავაკეთე. ეს არ გამოსто. შენ UI gesture recognizer-ი გაქვს და UI long press gesture recognizer. Okay. და ახლა ჩვენ რუკას მივაბათ gesture recognizer-ის self
წერტილი MyMapView წერტილი add gesture recognizer long press gesture. აი ეს. და ეხლა უნდა გავაკეთოთ ფუნქცია, ანუ ჟესტები როგორ იყო, შევქმნით ჟესტი, ну, თავის properties-ები თუ გვაქვს რაღაც ჟესტებზე, მაგალითად ტაპის შემთხვევაში დააკლიკოს შემთხვევაში ამდენჯერ უნდა დააკლიკოს რომ აღვიქვა, ან თუნდაც long press-ის შემთხვევაში რამდენი ხანს უნდა დააჭიროს რომ აღვიქვა, ამ properties-ებს გავუწევთ ჟესტებს, ანუ შევქმნით ჟესტი, სხვადასხვა ტიპის ჟესტები მაქვს, ხო? ეს არის long press-ის ტიპის და შევქმნით long press-ის ტიპის ჟესტი, ვეუბნები targets, ვეუბნები actions. Action-ი არის რა ქმედება უნდა განხორციელდეს, ან რა ფუნქციამ უნდა იმუშაოს, როდესაც ეს ჟესტი დაფიქსირდება, შემდეგ ამ ჟესტის რამე properties-ების მომართვა თუ მინდა. ანუ აქ minimum press duration არ დამეწერა 1-ია default-ად, როგორც მახსოვს 1 წამი. თუ მინდა რომ properties-ები შეუცვალო, შეუცვლი და შემდეგ რა ობიექტზეც ვახორციელებ, ან რა ობიექტზეც მინდა რომ დავიჭირო ეს gesture, იმ ობიექტს უნდა მივაბა add gesture recognizer-ის მეთოდის გამოყენებით. Okay, ახლა რაც უნდა გავაკეთოთ არის ფუნქცია, რომელსაც ერქმევა ჩემს შემთხვევაში long press recognizer func long press recognizer პარამეტრები არ ექნება და დასაბრუნებელი ტიპიც არ ექნება. აი ეს. ეს ზუსტ დააკოპირე და ჩვენს მეთოდს ეყოლება პარამეტრი ეყოლება sender-ი დავარქვათ და ანუ რა ტიპის ობიექტისგან მიიღებს ინფორმაციას, ესე რომ ვთქვათ, შეგვიძლია ზოგადობისთვის გადავწეთ UI gesture recognizer, იმიტომ რომ UI gesture recognizer-ი არის ყველა gesture recognizer-ის მშობელი, ან ეხლა რახან ვიცი უკვე რა gesture-ს ვიყენებ, გადავწեմ პირდაპირ UI long press gesture recognizers. აი, ეხლა მჭირდება შემდეგი ინფორმაცია. უნდა ვიპოვო რა წერტილს დავაკლიკე, ხო, რუკაზე. ანუ ეს პირდაპირ ესე არ ხდება. ცოტა შემოვლითი გზა კი არა, ნუ ნორმალური გზა არის ალბათ. უნდა ვიპოვო რა წერტილს დავაკლიკე ჯერ ჩემ device-ზე და შემდეგ ეს point-ი უნდა გარდავქმნა რუკის წერტილად, კოორდინატად. ანუ ჯერ ვიპოვოთ რა კოორდინატს დავაკლიკე ჩემ device-ზე. ოღონდ კოორდინატი არ არის 44 და რაღაცა, ეს არის ჩემი device-ის ზომებიდან გამომდინარე, ხო? თითისად დავაჭირე. Let point ეს უდრის sender წერტილი location in view. აი ეს. Location in view. და view არის self წერტილი map, my map view. აი ეს. Let coordinate ეს უდრის point my map view წერტილი ერთამს ახლა convert to point არის კონე my map view წერტილი convert point მეთოდის გამოყენება გვინდა და ამ მეთოდს უნდა გადავაკეთოთ point-ი, რაც რეალურად აი აქ გვაქვს და from view self okay self წერტილი my map view კაი ესე იგი ახლა გვაქვს უკვე კოორდინატი, რომელიც რეალურად თუნდაც location დაგვექვა, რეალურად არის CL location coordinate 2D ტიპის და ზუსტად იგივე სტეპი უნდა გავიმეოროთ ახლა, ანუ შევქმნათ span-ი, შევქმნათ რეგიონი და ანუ რეგიონი არ გვინდა პრინციპში, ხო, იგივე არ უნდა გავიმეოროთ. ანუ ეს იყო რომ გაგვეცენტრა ერთი წერტილის მიმართ და ეხლა რეალურად უნდა შევქმნათ ანოტაციები, ანუ წერტილები დავსვათ იმ ადგილზე, სადაც long press განვახორციელებ. ანუ შეგვიძლია ეს დავაკოპიროთ annotation-ი, რაც გვეწერა. აი ესე. შევავდოთ. კი. ანუ აი ეს ანოტაცია პირველად, ანუ ეს point-ი, წითელი
პოინტი რომ დავსვით გავუკეთე იმ წერტილს, რომელიც მიმართაც გავცენტრე აი ამ და ამ რეგიონის გამოყენებით და ეხა ზუსტად იგივე ტიპი იგივე კოდი გვჭირდება იმისთვის, რომ იმ ის წერტილები დავსვათ, სადაც განვახორციელებ LangPress-ს. იმ ადგილზე დავსვათ წერტილები. უბრალოდ კოორდინატის აქვს ჩვენთან სხვა სახელი და ვარქვით coordinates. ამიტომ ეს შევცვალოთ. ესე. ოკეი, ეხლა გავუშვათ. ჩემთან რაღაც პრობლემა აქვს. გამაჩვენე. ვიცი? რა შეცვალე შენ? ან location ეს მაგივრად უნდა დაგიწერა coordinates. მე არ შეგიცვლია. ანუ ეს გადავიტანო აქ. კი. შევ. ჩვენ მოდ coordinate დავარქვით ამ შემთხვევაში და მაგი იყო. ეხლა დააკლიკებო. სადმე? ცოტა თხას დააწიკე. ვიდეკოთ. ჩვენთან ერორი. ოკეი. ეს ჯობია დულიც. ორჯერ რო ვაკლიკებ, მაშინ შვება. ორჯერ ვაკლიკებ. შემაჩვენე როგორი ის გვაქვს გაკეთებული ჟესტი. UI LangPress არა. ოკეი, შენთან პრობლემა არის, რომ აი ეს დავშოთ. LangPress just recognizer, configure. Okay. ცოტა დიდხანს აღმოჩნდა რომ ოკეი შენთანაც გავასწოროთ ახლა შენი ერორი. აი აქ დავსვათ ორი წერტილი. Stop. Всё. ესე იგი დავაკლიკეთ დაჭდა. ან დრო ჭირდება. ოკეი, my annotation. ეხლა ნახოთ როგორ უნდა შევცვალოთ ტექსტი. ანუ my annotation კი არა, წეროს ეწეროს იმ ადგილის სახელი, ანუ ქვეყანა, რაღაც ინფორმაცია, რა ინფორმაციის აღება შეგვიძლია. ზოგადად ესეთი ლოგიკა მუშაობს. შეგვიძლია რომ თუ სწორად გადავცემთ კოორდინატებს კი არა და მისამართიდან ავიღოთ კოორდინატები, ან შეგვიძლია რომ კოორდინატებიდან ავიღოთ მისამართი. ოკეი. ეხლა ახლა დააკეთეთ ეს. ეს დააკლიკე და ცოტა თხას გაჩერდი. აი ეს. ეს კოპიო. ოკეი. ესე იგი, ამისთვის არსებობს geocoder კლასი და გვჭირდება geocoder კლასის გამოყენება. Let geocoder ეს უთქვის geocoder კლასის CL geocoder აჰა. და ამ ჩვენ geocoder ობიექტს აქვს რამდენიმე ესე იგი ფუნქციონალი ესე ვთქვათ ნახეთ ადრესი როგორ გარდავქმნათ geocode address string ან როგორ გარდავქმნათ მისამართი კოორდინატებში და ჩვენ რაც გვინდა არის reverse geocoder location ეს არის რომ როგორ გარდავქმნათ კოორდინატები მისამართში ან ტექსტურ ან ნორმალურად წაკითხავთ მისამართში როგორ გარდავქმნათ აი მეთოდის გამოყენება გვინდა ამ მეთოდს უნდა გადავცეთ ესე იგი location რომელ location-ზე გვაქვს საუბარი და უნდა ნუ ხო მოდი ჯერ location-ი გავაკეთოთ ჩვენი location-ი არის let location ეს არის CL location ტიპის ობიექტია CL location ეს არის CL location და უნდა გადავცეთ გრძედი და განედი აი ეს და
ჩვენი გზები და განედი რეალურად შენახულია რომელი უნდა seal location ბოლო. ესა? აი, ხო, გზების და განედის. ფრჩხილი გახსენი? ასე, seal location is და ეს ბოლო კონსტრუქტორი ავირჩიოთ. ეს. და აქ დავწეროთ coordinates წერტილი latitude, coordinate წერტილი longitude. აი ეს. აი ეს კოორდინატი ზემოთ რაც გადავქვით, მაგ კოორდინატიდან ავიღებთ გზეს და განედს. და ნუ locations გადავცემთ ერთ-ერთ პარამეტრად, პირველ პარამეტრად გადავცემთ locations და რეალურად აი completion handler ანუ უსახელო ფუნქცია, ანუ იგივე closure-ი აი ახლა დაგვჭირდება მისი გამოყენება, ანუ nils კი არ დავწერთ აქ, მეთოდი უნდა გამოვიყენოთ და ზუსტად ამ მეთოდის ფარგლებში მოხდება ის რომ დავიჭერთ კოორდინატებიდან string-ის ტიპის ჩანაწერს. ანუ წინადადებად გარდაქმნილ მისამართს კოორდინატებიდან. და ზოგადად ის ინფორმაცია, რაც მოდის closure-ში, ყველგან ეგრეა. ანუ უსახელო ფუნქციაში რა ინფორმაციაც მოდის, ეს ინფორმაცია თუ სადმე არ შევინახე იმ წამს, გარეთ ვერ გამოვიყენებ ამ ინფორმაციას. კაი, ახლა მოდი აქ გავაკეთოთ ეს დავარტყათ enter-ი, წამი. დამიშალა ეგ არ მომეწონა. ოკეი. აი ეს. enter-ი დავარტყათ და აქ შეკეთება დაწყება ესე. ანუ აქ enter-ი? ხო, ოღონდ პარამეტრის სახელი წაშალა, ამიტომ ნახე რა გავაკეთოთ. თავიდან დავიმახსოვროთ, მე ხელით რო არ ავკრებოთ, ეს დავაკოპიროთ. მოიცდე შენთან გავაკეთებ. მე აქ დაარტყი რომ გაგიკეთოს default-ად ჩანაწერი და მე ეს ესე closure-ი ავატყოთ. აი ეს. აი ეს, მოდი. ანუ ეს ვოთ ვარტყავთ, ანუ enter-ს ვარტყავთ და თავისით გვიშელებს, რადგანაც ამ პარამეტრის სახეს გვიშლის პატრა ბაგით. ხო და ეს დავარტყათ, ეს აქ კი არ დახუროს. ოკეი, ესე. და დახუროს აი აქ. აი ეს. ანუ უსახელო ფუნქციამ სახელი არ აქვს და ანუ ფუნქციას ჩვეულებრივ აქვს პარამეტრები და ინის მერე წერია ის კოდი, რაც უნდა მეთოდში მოხდეს. ანუ ჩვენ მეთოდს აქვს ესეთი პარამეტრები CL placemark ტიპის, მასივის ტიპის და error-ი. ნუ მოდი აი ეს გავაკეთოთ. დავარქვათ სახელი placemark ორ წერტილი CL placemark კითხვის ნიშანი და მერე error აი ეს. Okay. Всё. სახელი დარქვი. error. პარამეტრის სახელი ყოფნა error-ი და ტიპი არის ns error. ანუ აი CL placemark მასივი წერია რეალურად ამ მასივში მოვა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვჭირდება, თუმცა გავაკეთოთ ესე let info ეს უდრის placemark 0 ანუ პირველი ნულოვანი ინდექსზე ინფორმაცია ავიღოთ და ნახოთ ახლა ამ ინფორმაციას რა იტანს. ოკეი. და ინფორმაციათა რისი აღება შეგვიძლია. აი ნახეთ country შემიძლია ავიღო. აუ placemark-დან ის სახელის ნიშანი დაწერე. სახელი შემიძლია ავიღო, საფოსტო კოდი შემიძლია ავიღო, რეგიონი შემიძლია ავიღო, time zone შემიძლია ავიღო, კიდე
description ზუსტად არ ვიცი რას გვგონებს. Okay. აი, ავიღოთ country პირველივე. და შემდეგ აი ანოტაცია ზემოთ რო შევქმნით, რეალურად ანოტაცია შევქმნათ აი აქ, შიგნით. აი ანოტაციის ნაწილი დავაკვირდე. შალო. მანტაშა. ანუ გარეთ ვერ შევხვით ამ ანოტაციას, იმიტომ რომ როგორც კი closures და გავცდებით ეს ინფორმაცია, ანუ country-ის სახელი ჩვენს აღარ არსებობს. ამიტომ უნდა ავდგეთ და თავი შევიზღუდოთ და რახან closure-ში გვაქვს ეს ინფორმაცია, ან closure-ში ვერ შევქმნათ ანოტაცია, ან მეორე ვარიანტი არის ხოლმე, რომ ვთქვათ რამე ცვლადი შევქმნა გარეთ, ვთქვათ massive ან რაღაც string ტიპის რაღაც name და name-ის value გავხადო info აი აქ. ანუ ნახეთ, string თუ არ მინდოდა რომ რაღაც მიზეზის გამო ანოტაცია აქ შემექმნა, მაშინ string-ის კი var name country name მაგალითად string ტიპის თქვათ არიელი იყოს თავიდან და შემდეგ აი აქ გავხადო name info სტოლი და ნუ ანოტაცია შემიძლია ხა აქედან გავიტანო და ანოტაციის title-ი გავხადო name. აი ეს. ან თუ შიგნით დავტოვებდი ანოტაციას, ანოტაციის title-ს გავხდიდი info-ს. აი ესე გავაკეთოთ. როგორც name-ს გადავარქმევ. country name დავარქვით. კაი, გავაკეთოთ ახლა ეს და გავყვეთ თავიდან კიდე ერთხელ რა გავაკეთეთ. გავიაროთ. annotation-ის მაგალითად country name გავუშვებიშეთ. ოღონდ annotation-ის მაგალითად title იყოს country name. ოკეი, აბა გავუშვა. ვნახოთ რომ მუშაობს. დასვი ხარ ამწერტილი. და ნახოთ ახლა ამ დატის რა აქვს სახელი. ხო. ჩვენი მივაბით ინფოს, ანუ იგივეს. ნახე. ხო, ეს უნდა გავითვალისწინოთ კიდე. რეალურად ეს ორი ტიპი ერთმანეთთან არის ასინქრონული, ამიტომ დასვი და გაგიხსნით. მოდით აბა შევაგნელი იყო. ოკეი. ესე იგი, ასინქრონულია, რაც ნიშნავს completion handler-ი რო ეშვება რეალ, ანუ სინქრონული და ასინქრონული. სინქრონული ნიშნავს, რომ აი ეგ ზემოთ კოდი რაც გვიწერია, ჯერ ერთი ხაზი უნდა შეცვლას, მერე მეორე, მესამე, ასე შემდეგ. ანუ სინქრონულად მიყვება ერთმანეთს. ასინქრონულობა ნიშნავს, რომ ორდროულად შეგვიძლია რაღაც ძალიან ბევრი ლოგიკა გავუშვათ სხვადასხვა მიმართულებით. აი ზუსტად completion handler ნიშნავს, რომ
completion handler-ის დალოდება ანუ არ ველოდება კოდი completion handler ფუნქციის შესრულებას. პირდაპირ გადადის ამის შესრულებისას. ამიტომ აქ რომ მოვიდა ამან კოორდინაციის მნიშვნელობა იცის რომ არის ცარიელი. ნუ ამიტომ მოგვიწევს რომ ეს ჩავსვათ. აი აქ ამ შემთხვევაში. თუმცა როგორც კი completion handler-ი მორჩება მუშაობას, country name-ი შეიცვლება, თუმცა ამ ეტაპზე country name-ის შეცვლა გვიან ხდება ანოტაციის დასმასთან შედარებით. ოკეი. ხო, აქ უნდა დავუწერო self-წერტილი MyMap-ი. საერთოდ გვაქვს ანუ ისე შევიტანე იმაში, რა ქვია, closure-ში. კი. ეს ორშა. ეგ წავშალოთ. და ეხა გავუშვით. მეთქვა, MyMap, ხო, self დავუწერე წინ. და ვინოკატე აქ closure-ში როცა ხარ, self უნდა ვიხმაროთ. view-ებთან და outlet-ებთან. აბა. ოკეი. სურუსეთში. ანუ შენთან გადაშაულოს ვინმე. TikTok? აი. ვაი. აი, შენ სურსეთში ხარ. რატო აღიქვა ესე თქვენ? ოკეი. ეხლა მოდი ერთხელ გავიაროთ რა გავაკეთეთ MapKit-ში, ხო? თავი მოვუყაროთ. სხვაზე გავიჭირდა. იმის დადება. ხო. ანუ ყველანაირი ინფორმაცია ზღვაზე ხო, მართალია. ნუ ეგ მომენტები უნდა გავითვალისწინოთ კოდის წერისას, აი ამ შემთხვევაში, რომ exception-ი რო იქნება, მაგათაც როგორც ახლა აქ არის nil exception. კრაში არ ქონდეს. დავიჭიროთ, კი. do catch-ით დავიჭიროთ და დავამუშაოთ და სხვა რაღაც გავაკეთოთ. ეგენი ხშირად უნდა გაითვალისწინოთ. ოკეი. კაი, ახლა მოდი დავიწყოთ თავიდან აქამდე რა გავაკეთეთ. და მე ცოტა ხანი დავიშალოთ და მე Google Map-ი შემოვიტანოთ. ესე იგი, ცოტა ეს, ცოტა ის. ესე იგი. ჯერ პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ რაღაც ცენტრის მიმართ გავცენტრეთ, ანუ რაღაც წერტილის მიმართ გავცენტრეთ ჩვენი device-ში რუკა, ესე რომ ვთქვათ. წერტილი რო ავიღოთ, გვჭირდება ამ წერტილის კოორდინატები. ანუ ეხლა გვაქვს ყველაფერი დაწოლებით ჩამოწერილი. გვჭირდება გრძედი განედი, რომელიც არის seal location degrees ტიპის. შემდეგ ამ გრძედი და განედი ერთად უნდა შევკრათ. ეს არის seal location coordinate 2D ტიპის და არის seal location coordinate 2D make, რომელიც გვეხმარება პარამეტრად იღებს lats და lng-ს და რეალურად ობიექტი იკვრება, რომელსაც ორი property აქვს, გრძედი და განედი. ანუ ობიექტია, რომელსაც აქვს ორი property, გრძედი და განედი. შემდეგ გვჭირდება რომ span-ი გავაკეთოთ, ან რამდენად მიზუმული უნდა იყოს. აქაც გვჭირდება seal location degrees ტიპის. ალბათ span-ი რო გავუკეთეთ, მაგიტო არ შვება zoom-out. არა, მაგის პრობლემა არის. აი აქ რაღაცნაირად ესეა, pinch ქვია მგონი მაგას. ჩემთან კითხვა. აი, გავთ. ოკეი. span-ის პრობლემა არის. ანუ რეალურად ჩვეულებრივად შეგიძლია მიუხედავად იმისა, რომ მაგის მიმართ გაქვს გაცენტრილი, აი მოთხოვება. ჩვენ აზმე. აი მე კი მოვაწყობ. მე ორჯერ რო ვაწვევი, მაშინ აზროვნებს. ახლოს მიდაკ. მე უკან ვეღარ ვაზრუნებ უკვე. დაიცა. აუ რაღაც არის. ანუ იმიტომ ვიკითხე. აი მე კი გამოვწე. ეს არის. რაღაცა სადღაც რო იჯერ შეიძლება. ოკეი, ნუ მაგრამ device-ი მუშაობს. კი, ანუ device-ი ჩვეულებრივად მუშაობს, ეგ არის ძნელი. აქ არის. ოკეი. კაი, span-ი გავაკეთეთ, ანუ მიახლოება, მისულმოა, ესე ვთქვათ. span-იც არის რეალურად long გრძედი და განედის seal location ტიპის პარამეტრები გადაეცემა, make coordinates span makes
და შემდეგ რეგიონი შევქმნით, რეგიონ MK coordinate region make, რომელსაც პარამეტრად გადავეცით ჩვენი location და span და შემდეგ ჩვენ რუკას მივაბით რეგიონი. ანუ ამით გაცენტროა წერტილის მიმართ დასრულდა. თუმცა ეს წერტილი ჩვენ დასმული არ გვაქვს, ანუ ხილულად ვერ ვხედავთ კარგად ცენტრი რა არის. ანუ დაახლოებით შეგვიძლია მივხვდეთ, მაგრამ არ ჩანს არაფერი. ეხლა როგორ დავსვათ წერტილი? წერტილი არის MK annotation ობიექტი და ანუ ამ annotation სხვადასხვა properties-ები აქვს, რომლის ნიშნობა შეგვიძლია შევთვალოთ. ანუ subtitle, როგორც მახსოვს კიდე, subtitle თუ ვეტყვი annotation წერტილის subtitle, აჰა. ან ქვეტექსტი, ესე რომ ვთქვათ, ან ტექსტი, ქვეტექსტი, ან custom annotation-ების გაკეთებაც შეგვიძლია, ანუ custom წერტილების გაკეთებაც შეგვიძლია. ნუ ჩაშენებული რაც არის default-ი, რაც არის, ეს არის ხო, ფერის შეცვლა შეგვიძლია, კიდე ნუ ბევრი რაღაც გაკეთება შეგვიძლია. Annotation-ის კოორდინატი უნდა დავსვათ აუცილებელი რაც არის, რომ სად ვსვავთ ჩვენ წერტილს და title-ი აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ გინდა რომ დააკლიკებ რაღაც ტექსტი გამოვიდეს, არის annotation title და მიენიჭებ რაიმე ტექსტს. და შემდეგ, ანუ ნახე როგორ არის annotations ეუბნები რა კოორდინატზე ჩდება და შემდეგ maps ცალკე ეუბნები რომ შენ ამ annotations მიიბავ. და annotation-მა იცის თავისი კოორდინატი რა არის. ანუ add annotation-ით ვუთხარით maps რომ annotation-ი მიიბავ. ნუ მეორე ამოცანა იყო რომ long press-ზე, ანუ დიდხანს დაჭერაზე წერტილი დაგვეშვა, სადაც დავაჭერდით. გვჭირდება UI long press gesture recognizer ობიექტი, რომელსაც აქვს target-ი და აქვს action-ი, ანუ რა action-ი სრულდება, როდესაც დიდხანს დავაჭერთ. ანუ action-ის სახელი ზუსტად უნდა იმხოდეს აი ამ ფუნქციის სახელს, რა ფუნქციაც გაიშვება. აი ეს ორი. არის ერთი და იგივე. ანუ აქ action-ს რომ ვეუბნებით, ამ სახელით ხდება, რომელ ფუნქციაში უნდა შევიდეს შემდეგ. და ნუ long press ვუთხარ, რომ minimum press duration, ანუ minimum უნდა 2 წამიმეჭიროს ხელი, რომ ეს gesture აღვიქვა. ხო, მოქმედებაში მოვიდეს და შემდეგ იმ ობიექტს, რა ობიექტზეც, ანუ ობიექტს უნდა თავზე დაადო ჟესტი, ესე რომ ვთქვათ. ანუ ამ შემთხვევაში ჩემ რუკას მინდა რომ gesture recognizer გადავადო თავზე. და my map view add gesture recognizer long press gesture. კაი. ეხლა რაც შეეხება მეთოდს. მეთოდს პარამეტრად უნდა გადავცე რა ტიპის ჟესტი იწვევს ამ მეთოდს, ესე რომ ვთქვათ. შემიძლია ზოგადობისთვის გადავცე UI gesture recognizer პარამეტრად და UI gesture recognizer შეიძლება იყოს UI long press gesture recognizer, UI tap gesture recognizer, UI pinch gesture recognizer, ანუ ყველა ჟესტი ან swipe-ით შედის? კი, ანუ ყველა ჟესტი აბსოლუტურად და ნუ ან შემიძლია პირდაპირ კონკრეტული ტიპის სახელი გადავცე, ანუ კონკრეტული ტიპის ჟესტის სახელი გადავცე. ამ შემთხვევაში UI long press gesture recognizer-ი გადავეცი და ანუ აქ თუ UI gesture recognizer-ს გადაცემთ, მაშინ მეთოდში როცა შევხვალთ, უნდა გაარკვიოთ, რომ ეს ის ჟესტია, რაც თქვენ გაინტერესებთ, რომ დაიჭიროთ, აი მაგათად UI long press gesture recognizer-ია, UI swipe gesture recognizer-ია თუ ის არის, რაც გინდათ რომ მეთოდმა იმუშაოს თუ არა. Okay. შემდეგ რა გავაკეთეთ? ანუ ჯერ უნდა device-დან ავიღო ის კოორდინატი, რა კოორდინატებს განვახორციელებ კლიკი. ეს არის sender location in view, ანუ view-ში რა location-ზე დავაკლიკე და ნუ my map view არის ამ შემთხვევაში ჩემი სცენა და შემდეგ კოორდინატი, ანუ ეს point-ი უნდა გარდაქმნა კოორდინატად. ამისთვის არის convert point მეთოდი და ამ მეთოდს გადავცემ წერტილს და ისევ გადავცემ view-ს სახელს. შემდეგ ესე იგი კოორდინატი მაქვს, location შევქმნი, მოდი location დაბლა გამოვიყენით, არ გვინდა. ხო. ნუ ეხლა კოორდინატი მაქვს, კოორდინატი არის გრძედი განედი, ნუ გრძედი განედისგან რა გავიგო სად ვარ. ამიტომ ავდექით და გადავქვენით ეს გრძედი და განედი რაღაც მისამართად. ანუ ამ შემთხვევაში მარტო ქვეყანა ვიყეთ, უნდა შეგვეძლო ქუჩის სახელი გაგვეგო, საფოსტოს პოსტის ინფორმაცია და ასე შემდეგ. ესე იგი კოორდინატი. Okay, ხო. ეს ესე იგი კოორდინატიდან რომ გარდავქმნა ანუ string ტიპის ჩანაწერად, ანუ წინადადებად, ჩვეულებრივ მისამართად, წაკითხად მისამართად, ან პირიქით მისამართთან რომ გარდავქმნა კოორდინატად, ამისთვის სჭირდება geocoder კლასის გამოყენება და ნუ შევქმნით geocoder-ი, ეს ობიექტი და იმისთვის რომ გარდავქმნათ კოორდინატი ჩვეულებრივ წაკითხად ჩანაწერად, არის კლასი reverse geocoder
code location მეთოდი და ეს მეთოდი პარამეტრად იღებს CL location ტიპის ატრიბუტს. CL location ტიპის ატრიბუტი რეალურად ობიექტი რეალურად ესე შევხვდით, რომ CL location კონსტრუქტორი და გადაეცემა გრძედი და განედი პარამეტრებად და შემდეგ completion handler არის უსახელო ფუნქცია, სადაც რეალურად ვიჭერთ ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას. გვაქვს ესეთი ინფორმაცია place mark-ის მასივი და error-ი, თუ error-ი მოხდა, რა სახის error-ი მოხდება, ესე რომ ვთქვათ, place mark-ის მასივის ნულოვანი ინდექსიდან ვიღებთ ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას, country იქნება თუ რაც იქნება და შემდეგ, როგორც გვინდა ამ ინფორმაციას ისე გამოვიყენებთ. ჩვენ შემთხვევაში ისევ შევხვდით ანოტაცია, წერტილი. ამ წერტილის კოორდინატი გახდა აი ეს კოორდინატი, რაც აი აქ რაც გავსაზღვრეთ, როცა ჩვენი point view-დან გარდაგვდებით კოორდინატად და ანოტაცია გახდა კიდე country name, რაც აი აქ დავიჭერთ. ის კი არა დაუცვეთ დაგჭირდება. მოძებნეთ დავსერჩოთ Google Map SDK for iOS და დავიწყოთ დოკუმენტაციას გავხდით. ანუ ზოგადად Google Map SDK iOS. აქ ცოტა უფრო ჩახლართულად არის საქმე. აი კეთიქს დასწრები, ვიდრე. აი აქ. დოკუმენტაციაში. როგორ? კაი, ესე იგი, ხა აქ არის, აქ კარგად წერია, როგორ რას თებები უნდა გავიაროთ, რომ შემოვიტანოთ Google Map-ის SDK, ანუ framework-ი რომ გამოვიყენოთ. აი მე კი მიწერია ჩვენთან სლაიდებში, მაგრამ რაღაცები კიდე შეცვლილი, ანუ სულ იცვლება რაღაც თებები ამოყრილია, რაღაცები ემეტება და ყოველთვის ჯობია რეალურად რომ აქ გაყვეთ, ძალიან გასაგებად წერია, როგორ უნდა შემოვიტანოთ Google Map-ის framework-ი ჩვენს აპლიკაციაში. ანუ პირველ რიგში framework-ი უნდა, ანუ ბიბლიოთეკაა დაწერილი და ეს ბიბლიოთეკა უნდა ჩავაშენოთ ჩვენს აპლიკაციაში. დაგჭირდება ერთი თულის დაყენება თქვენთან, ამას ქვია Cocoa Pods. ანუ Cocoa Pods არის თული, ესე რომ ვთქვათ, რომელიც გვეხმარება რომ ბიბლიოთეკები ჩავაშენოთ აპლიკაციაში. ანუ არა მარტო Google Map-ი, არამედ სხვადასხვა ბიბლიოთეკებია დაწერილი სიტყვაზე GitHub-ზე ძალიან ბევრი ბიბლიოთეკაა, რომელიც სხვადასხვა ამოცანით, მაგალითად კარგი ანიმაციების გაკეთებაში გეხმარება თან ასე შემდეგ და Cocoa Pods არის თული, რომელიც შუამავალია და რომელიც გიინსტალირებთ გარკვეულ framework-ებს, ბიბლიოთეკებს თქვენს აპლიკაციაში. ეხლა Cocoa Pods უნდა დავაყენოთ. Cocoa Pods-ი რომ დავაყენოთ, ტერმინალი უნდა გახსნათ, მე მგონია საბედნიეროდ. თქვენ ტერმინალი კი უბრალოდ Cocoa Pods-ი არ გიყენიათ თქვენ და დრო დაჭირდება ამას ალბათ ინტერნეტის ფაილებში როგორ იქნება ჩვენი საქმე, არ ვიცი. აი ეგ დააკოპირე. ეს sudo-gem install Cocoa Pods კი. ანუ კი ეგ არ გინდათ. ტერმინალი გახსენით, ტერმინალ, აი ესე და ჩააკოპირეთ. და გავუშვით. ესეთი როგორ მქონდეს? მეც დავაყენე. ხაცი პროისეთი. ნუ მე პაროლი მიყენია თქვენ. enter-ი, კი. მეც პასვორდმა რა მაქვს? აი, ესე იგი sudo command not found არის თქვენთან ეხლა. Not found? თან არის პასვორდი ხავს? ხო, შეიძლება. ოპს, რა შუაში. sudo უნდა გეწეროს წინ. დაიცა. sudo, აი, ხო, ეს არჩევდება. ხო. ანუ შეწერე. შენც პაროლი შეწერე. ენტერი ხო? უკვე. მე მგონი რომ სწორად შეწერე და მაგიტომ კიდე. ორჯერვე? всё, თუ ჩაწერე enter-ს დაარტყე და всё, ეხლა ეს თავის საქმე უნდა გააკეთოს. ეხლა უნდა დავალოდოთ, სანამ Cocoa Pods არ დავაყენებთ ჩვენს კომპიუტერში. ნუ უბრალოდ მანამდე თუ გინდათ თეორიულად წავიკითხოთ რა ხდება. ესე იგი Cocoa Pods რომ დავაყენებთ,
მოდი, მანამდე შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ეს ტიპი გავიაროთ. აი ეს დააკოპირეთ. მოდი, მანამდე ეხლა კაი ხსკეთოთ. ეს X კოდი გავხსნათ და რეალურად გავაკეთოთ tab-bar კონტროლერი, ანუ tab-bar-ი ხო არის სხვადასხვა სცენებზე რომ შეგიძლია ქვედა tab-bar-ი. ერთზე იყოს iOS-ი, მეორეზე. ერთზე იყოს MapKit და მეორეზე იყოს Google Map. ესე main storyboard-ზე გადავიდეთ. შენთან აკეთებს რამეს? ანუ ვიდეოში არაფერს. დაილოდებით, waiting. ხო, გამორთე და აყენებს წესით. გამოვხდო. ანუ ჩვენი მასე გადადი. ახლა აპლიკაციას მივხვდეთ, ესე იგი view controller-ი გადმოვაგდოთ კიდევ ერთი. view controller-ი. აი ესე. და ეს სცენა იყოს Google Map-ის სცენა, ესე რომ ვთქვათ. ხო და პირველი ჩვენი სცენაზე დავდგეთ და თუნდაც ავქრენ დააპატარავ ეს სცენები. კაი. ანუ ეს პირველი სცენა, როგორც navigation controller-ში ვსვავთ ხოლმე, editor, embedding და აბსოლუტურად tab-bar controller-ი ავირჩიოთ. embedding, tab-bar controller. Okay. ანუ პირველი სცენა ჩავსვით tab-bar controller-ში, მაგრამ ეხლა მეორე ახალი დამატებული სცენაც ხო უნდა მივაბად. ნუ აი აქედან ჩემს მარტივია მოძრაობა, აქედან გავნახეთ. tab-bar controller-დან რეალურად უნდა გავაკეთო segue. აი ეს არის ჩემი ახალი სცენა. ჩემი ახალი სცენის მიმართულებით. აი აქედანვე გავაკეთებ segue-ს და გეტყვით რა segue უნდა გავაკეთოთ. ეს არის relationship segue ტიპის view controller-ს რო ქვია. აი ამას დააჭირეთ და აი ესე იგი ხო ნახოთ რა როგორ წავიდა. აი tab-bar controller-ზე ორი აიტემი გაჩნდა, შეგვიძლია მოდიბარემ ეს აიტემებით შევცვალოთ, გავამაზოთ და ჩემთან არ გაჩნდა. აი ხო ნახოთ აბა რა გავაკეთოთ, რა გააკეთე შენ. აი ესე გამოიყურება ახლა ჩემი აპლიკაცია, აი. ანუ ეს view controller-ი მივაბად tab-bar controller-ს და გავუკეთოთ. მოდი. აი ნახეთ tab-bar controller-იდან ესე მაშინ ხო, tab-bar controller-დან view controller-ის მიმართულებით. აჰა, tab-bar controller-დან. და ანუ კომანდზე მივცე, უკან წავიდე? ხო, უკან წადი, შენ პირიქით გაქვს გქონებული. ან tab-bar controller-დან, აი ესე. view controller-ს მივაბი. view controller. push-ი ან რამე სხვა მიაბი, აი ეს უნდა მიგება view controller-ს. მაგას მივაბი. კაი. ფაქტია, ეხა გაჩნდა. აბა სად გაჩნდა? ნახე, აი. აი აქ. ეტყობა წახანიც იყო. შეიძლება და მეცეთ დავინახე. ოკეი. მე ვერ გავაკეთე. მოდი წინ წავიგდოთ ისევ საქმე და აი ბარემ რაღაც გარკვეულ ლოგიკას ჩავდებთ ამ სცენაში, ამ სცენას გავუკეთოთ თავისი კონტროლერი. ანუ map selection-ზე დავდგეთ და შევქმნათ new file source cocoa touch class next UI ალიო ისმენ კლასი კარგად ეკაშენ ხარ? კარგად. მის მინერ ლექციაზე ვარ ახლა ეკა. UI view control. ხო, ნიკა ვარ, ვისური კავა. ეგეც ჩემს ნომერი მიდევს მეორე გვარად. მამა ჩემს ნომერზე დარეკი და აი იქნახა. მოდი დავარქვათ Google Map და მისახვედრად. Google Map. ანუ view controller-ი ჩება ქვემოთ, ხო? View controller-ი ჩები და Google Map view controller-ი დავარქვათ. Next. Create. დავატრიოთ ესე. დავალაგოთ და ეხლა ისევ main storyboard-ზე დავბრუნდეთ და აი ჩვენს სცენას ვუთხრათ რომ მისი მშობელი კლასი იქნება რაც შევქმნი Google Map view controller. всё? ამას ხო? კი. აბა ნახეთ ის როგორ მიდის დაყენების საქმე. ტერმინალი გახსენი. ოკეი, შეიძლება მოვჩანინა ძალიანაც კარგი. შედაც მეგონი რომ აყენებს ჯერი კიდევ install successful. ერთი ჯემი. ბაქგრაუნდი რაღაც დაგვიწერა. successful, okay. Full cocoa gem install. Okay. კაი, ახლა გოვროთ დაფრენდიო, ესე იგი დავუჭეროთ.
კაი, ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს დოკუმენტაციას და ანუ ზოგადად უნდა შევქმნათ ფაილი და ამ ფაილში უნდა ჩავწეროთ ყველა frameworks ეს ეხება. ანუ რა frameworks ვაყენებთ და საიდან მოგვაქვს. ნახეთ, ეხლა ამ ლინკზე რო წავიდეთ, ეს ჩვეულებრივ GitHub-ზე ატვირთული GitHub-ი open source რაღაც. GitHub-ი ხო იცით? ანუ GitHub-ზე არის ატვირთული Google Maps-ის framework-ის კოდი და ზუსტად ამ GitHub-იდან მოაქვს ჩვენს CocoaPods ეს framework-ი და გვინსტალირებს აპლიკაციაში. თუ შევიდა ეხლა ვნახავთ, თუ არა და ვენდოთ რომ ამ ლინკზე არის ისაც გვჭირდება. აი GitHub-ის რეპოზიტორია და ამ რეპოზიტორიში არის ზუსტად ის კოდი, რასაც ჩვენ ახლა გამოვიყენებთ. რამდენი იყენებს ახლა ამას? ხო. ოკეი. ეხლა ის დავაკოპიროთ. ესე. ანუ ეხლა მე კი ვიცი სტეპები. უბრალოდ მოდი მაინც ერთად გადავავლოთ თვალი. If you don't have Xcode project yet, create one now and save it to your local machine. ანუ თუ პროექტი არ გაქვთ, პროექტი შევქმნათო, მაგას გქონია. ამ პროექტში უნდა შევქმნათ ფაილი, რომელსაც დავარქვათ pod files. აი კაკაზე ხა მე ეს უნდა გავაკეთოთ. აი აქ map selections დავდგები, სულ გარეთ შევქმნი ამ ფაილს. new file. აი other-ში წადით და empty file უნდა შევქმნათ. Next. და ამ ფაილს პირველი ხო? კი. ზუსტად უნდა დავარქვათ ისე pod file, როგორც იქ წერია, ანუ დიდი p, მაგრამ მაინც დავწმუნდეთ დიდი p. pod file. პატარა file. აი ეს. Okay, create. და ახლა რა ფაილი შეგვიძლია იმ ფაილში უნდა ჩავაკოპიროთ ჩვენი source-ი, ანუ რა source-ი და უნდა წამოიღოს, ანუ ამ კოდით, პატარა კოდით, ესე ვთქვათ, ვეუბნები ჩემს CocoaPods, საიდან უნდა დააყენოს და რა ბიბლიოთეკა უნდა დააყენოს. კაი, სად იყო ეს მთლიანად ხო? ანუ ყველა ბიბლიოთეკის დაყენებისას რეალურად როცა pod file-ის გამოყენებით ვაყენებთ, ესეთი თვითონ ბიბლიოთეკას აქვს ესეთი source-ი, ანუ ესეთი ჩანაწერი ამ ტიპის. ოკეი. ეხლა ვნახოთ კიდე შემდეგი სტეპი არის, რომ უნდა ტერმინალიდან, ანუ ნახეთ, ტერმინალში ბრძანება უნდა დავწეროთ cd ნიშნავს change directories. ესე იგი, მოდი ტერმინალი გავხსნათ, ცოტა ტერმინალის გავარკვევთ, რა არის. ანუ ეს აღარ ls ბრძანებას რო გავუშვებთ ტერმინალში შეგიძლიათ რა დირექტორიაში ვყოფებით ამ შემთხვევაში admin-ში ამ დირექტორიაში რა ფაილები და სხვა რა დირექტორიები მხდება change directory desktop-ს თუ დავწერ desktop გადამიყვანს ახლა desktop-ზე cd desktop ჩემ შემთხვევაში და ნუ ისევ აქაც ls თუ დავწერ ახაც ჩამომითვლის რა ფაილები მიეწია desktop-ზე ანუ ბევრი ბრძანება არის გადაკეთება, ძალიან ბევრი ბრძანება, არ გავუყვათ, ეხლა რაც გვჭირდება არის change directory და რეალურად change directory ბრძანების გამოყენებით უნდა გადავიდეთ, აი აქ map selection ხო არის ჩემ პროექტი. უნდა გადავიდეთ იმ დირექტორიაში, სადაც pod file მიგდია და რეალურად ეს დირექტორია უკვე არის map selection ხო, შემიძლია ესე ხელი მოვუკიდო ამ დირექტორიას, ვავწერო, წამი. აუ cd უნდა მივწეროთ change directory და მე ფაილი გადავაგდო. ფაილი გადააგდე და რეალურად ავტომატურად დაგიწერს იმ დირექტორიას, რა დირექტორიაშიც უნდა მოხვდე. ხელით რო არ იწვავ მთლიანი ლინკის აწყობაზე. ოკეი, შვენიერია ბაშენთანაც. იყოს maps ხო? maps უნდა გადავაგდო აქ. ოკეი. ჩავდე. ოკეი, აი და დიქით და დააშვარე უბრალოდ ერთმანეთს ერთი ხარით ხო? change. მოიწდე. change directories დადიქი. ოკეი, მისდე მაშინ თავიდან უნდა გამომიდო. კურსორით წავყავთ. ესე. აი ესე. всё, გადაგვიყანა. მეც გადავედი და ნუ pod install, ანუ ეხლა უნდა pod-ი დავაინსტალიროთ. ბრძანება დავაკოპიროთ აქედან. ანუ pod file-ს უკვე ხედავს, იმიტომ რომ დირექტორიაში რო გადავედით,
აი შეხედეთ ეხა ის დირექტორია რომ გახსნათ როგორც ეხა მე maps აი ამას გავხსნი ამ დირექტორიაში pod ფაილი გდია ანუ თუ pod ფაილი არ იგდება და შენ გაუშვებ ბრძანებას pod install გეტყვის რომ მე ეს ფაილი ვერ ვიპოვე ეხა pod install დავაკოპიროთ აი ესე ისევ ჩავსვათ და გავუშვათ და ეხა ცოტა დრო დაგჭირდება ანუ ჩვეულებრივ აღარ უნდა ხო სხვა რაფერი command not found ამიანად ხო გაკეთდა მაგი არა იმიტომ რომ აქ უკვე თავის უწერი ამიტომ ორჯერ მაგის გამო დოლარის ორჯერ აქ ხო ოკეი ეხლა უნდა დაველოდოთ დავამაჩერე pod file აი შენ ნახე რატო სადაც შენი map view map-ი ნახე შენ pod file tags აბა თავიდან შევიწოვოთ დირექტორი როგორ შენ რაღაც change directory გამოვტოვოთ აი ეს ჩავაკავოთ ოკეი და კონტროლში გავხსნით აი ეს всё ანუ change directories რო დავწერე მაგის მე უნდა გამოვტოვო ხო ხო ანუ ბრძანებაა change directory ნიშნავს რომ გადადი ამ დირექტორიაზე და მე ეუბნები რა დირექტორიაზე უნდა გადავიდეთ ერთმანეთს რომ მიაბო ვერ კითხულობს ერთმანეთს განვასხვავებს რა არის ოკეი ჩემთან მოვჭა შენთანაც მოვჭა წერს კი გაქვთ მე არ მოვწონს ეს თეთრი დაიცავი მარტივად თუ კეთდება მას კი მაგიდან აი და ეს ბეუნერი ხე რომელიც მე მგონი აღარ მახსოვს მე მგონი ეს არის კოდი ეხლა დავხურე მე გამორთავ და ჩართო მე გასწორდა ოკეი ჩემთან მოვჭა შენთანაც მიდის და შენთანაც მიდის როგორც ამის და creating shit off ჯერათა კაი ნუ გადავხედეთ კიდე რა ნაბიჯები გვაქვს გასავლელი ამის გარდა ხო აი ახლა შეგვიძლია დავიწყოთ კეთება ამის კეთება ბანი Google Maps-ის Google Maps-ი რო გამოვიყენოთ თუნდაც web აპლიკაციებში თუნდაც Android აპლიკაციებში და თუნდაც iOS აპლიკაციაში ნუ ვები გამონაკლისია რაღაც მომენტში გვჭირდება APK-ის დაგენერება APK ხა რა არის ეს არის უნიკალური გასაღები რომელიც მიმაგრებული იქნება კონკრეტულად შენს აპლიკაციაზე და Google Maps-მა ანუ შენი აპლიკაცია როცა Google Maps-ის გამოყენებას იწყებს Google Maps ეუბნება რომ მე ამ APK-ით მოვდივარ შენთან და Google Maps-მა იცის ვინ ანუ სტატისტიკას აგროვებს ისე ვთქვათ ვინ იყენებს მის პროდუქტს ვების შემთხვევაშიც APK გჭირდება თუმცა ანუ მარტივი მაგალითიც გააკეთეს ესე რომ ვთქვათ შეგიძლია პირდაპირ Google Maps-ის ჩაშენება უბრალოდ ბევრი მომართვის გაკეთება ანუ ბევრი ფუნქციონალი არ აქვს შეგიძლია ჩააშენო და ანუ მინიმალური რაღაცები გააკეთო იმ რუკაზე მინიმალური რაღაც წერტილი დასვა ხო ბევრი მოქმედება არ არის თუ ბევრი მოქმედების გაკეთება გჭირდება ამ შემთხვევაში APK იქაც უნდა დააგენეროთ ეხლა აქ გჭირდება APK-ის გაკეთება APK რო გავაკეთოთ უნდა გადავიდეთ Google Developers Console-ში აი ეს ლინკია Google Developers Console და უნდა შევხვდეთ აპლიკაცია ანუ Google-ის დეველოპერის ანუ სამართავი პანელია და ამ პანელში გაქვს შენი აპლიკაციები შექმნილი შენი აპლიკაციების სამართავი პანელები ესე ვთქვათ create new project ვეცდებ შენ დაიწყეთ გადავიდო sign up for this this არ გვინდა მე რო არ ანუ კაი აი ოკეი Google Developers email-ს უწევს არა you have now existed any project name we create the name of this creating okay but this I agree okay და agree and continue ანუ პირველად რო ქმნით მე პირველად ეს ტიპია okay გადაგიყვანთ ახლა ხო ნუ თქვენ პროექტს ქმნის უკვე მეც ახლა continuous რო დავაჭერ მე უბრალოდ პროექტები მაქვს შექმნილი და მაგის გამო იქ სტეპი აღარ მომიწია okay continuous რო დავაჭერ აი ხა დამელოდეთ მეც მოვალ მანდ ანუ სახელი დაარქვით iOS key 1-ის ნაცვლად დაარქვით რამე სახელი თქვენი პროექტის. თქვათ Google Map test ან რაღაც ესეთი.
მაგას დავარქვი მე. დაიცალეთ ახლა. Okay. ეხლა უნდა ჩავწეროთ აქ bundle identifier, bundle-ის იდენტიფიკატორი. ამას საიდან მივიღებთ? ეს არის ჩვენი map, აი ამ map selection-ზე რო დავდგე. ნახეთ, bundle identifier აქ არის დაგენერირებული, ეს დააკოპირეთ. აი ესე. Hi, you don't have permissions to create an API key. Wow. Google verifies that each request comes from iOS application and matches one of bundle identifiers listed below. Learn more. Oi. Okay, to ჩემთან. What's this why user it's the button. Okay, შენც com დავწერე on წინ, com წერტილი, ჯელაბ. როგორ? ხო, შენ com გიწერი. ჩვენი შენთან? ანუ იქ ვარ მეწერა. აი, ძველი რაღაცები და იქ ეს AMAP better consolation made few changes. Create project. შაშამდელი ბავშვს არის გაკეთებული. აი, ესე იგი Google Map. როგორ დაარქვით მე დავარქვი. ის დავარქვი. მე გამოტოვებთ. ეს ესე. Create. Google Map. ჩანერეთ. კაი. Okay. ნუ მეც სხვანაირი პანელი გამიხსნა. Create credentials. API key უნდა შევქმნა მე. iOS-ის key მჭირდება. აქ დავარქმევ map. აი ხა როგორ ხათი გვაქვს. და on close დავწერ წინ create. ჩემი key დამიგენერირა, შემიძლია ეხლა დავაკოპირო და თქვა დავაკოპირო, okay, ან map-ში რო შევალ, იქ ამ keys ისევ დამახვდეს, აი ხა map-ზე რო გადავიდე, აი აქ წერია ჩემი API key-აც არის. უბრალოდ მე უნდა overview-ში შევიდე, თქვენ შემთხვევაში მაგ გააქტიურებული იქნება სავარაუდოდ და აი აქ რო წერია Google Maps for iOS. Google Maps SDK for iOS. ანუ უნდა enable უქნა იმ SDK-ს რომელსაც ვიყენებ. ამ შემთხვევაში iOS-ის SDK-ს ვიყენებ და უნდა enable გავუკეთო, ანუ ჩავრთო. თქვენთან ჩართულია. დაკოპირო. მაგ ახლა ჩვენ აპლიკაციაში უნდა ჩავწეროთ. დავაკოპირე აქ okay. Okay. კაი. ეხლა ეს key უნდა წავიღოთ ჩვენთან. ესე იგი, მოდი ისევ გავყვეთ. ხო, key გავაკეთეთ. ანუ აქ მოვედით. ესე იგი, ახლა ჩვენ აპლიკაციაში მივდივართ. დაიცავონ ჯერ ველოდებით pods, რომ მორჩეს მუშაობას. თქვენთან ნახეთ აბა როგორ მორჩა. არა. ხო, ეხლა უნდა დავიცავთ ცოტა. შენთან მორჩა. Please close any current Xcode. ხო, შენთან მორჩა. ან გამორთო. ეხლა Xcode-იც გამორთე, სხვანაირად უნდა გავხსნათ ეხლა. შენ დაიწყე ცოტა. Xcode-ი შეიძლება გამორთო. No, actually, pods, log, pods. ხო, ანუ ეხლა თუ აქამდე პროექტი ზოგადად აი აქედან ეშვებოდა პროექტის გავშვების ფაილი თუ იყო ეს. ეხლა უკვე პროექტს გავშვებთ აი ამ ფაილიდან. აქ აღარ საფუძვლით მეც. ანახე, ეს არის შენი APK წერია აქ, აპლიკაციის key, თუ გახსნილ გარეთაც ჩანდა და გეუბნა bundle identificator-ი რა გაქვს ჩაწერილი, სახელი რა ქვია. აი overview-ში შეხვალ, აქ არის რეალურად Google-ის აპების ჩამონათვალი. და აქედან შეგიძლია იმ apps, რომლის გამოყენებაც გინდა, უნდა ჩართო, ანუ default-ად არის disable. ანუ გამორთულია და შენ რომლის ჩართვაც გინდა, უნდა enable უქნა.
უბრალოდ თავიდანვე რომ თავიდანვე შევიდეთ Google Maps-ის ეს iOS SDK-ის დაგენერებაში, ახლა ავტომატურად ჩართული iOS SDK, მაგრამ თქვა სიტყვაზე და კიდე Place-ის აპის გამოყენება. ამიტომ ზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ თუ გინდა ამას enable დავუხსნათ და ავტომატურად შეირთვა. თუ enable-ს არ უზავ, ვერ გამოიყენებ. ოკეი. ნახოთ ეს. ეკრანი კარგია. ცოტა დიდხანს მომენტავს. მოდი ჩვენ გავაგრძელოთ და ეგრე მორჩება, მე შევგამოქვი. ოკეი. კაი, მოდი ჩვენ გავაგრძელოთ და ნატალია ცოტა ხანი გუყურებს. აი ესე იგი. ნახე, X კოდი ხო გამოვხდით, ახლა Maps Selection, ანუ Maps ფაილს რო გავხსნი, თავად დირექტორის აქ გარკვეული ფაილები არის უკვე დაინსტალირებული და იმის ნაცვლად რომ გავშვებ ფაილი თუ ადრე იყო მხოლოდ აი ეს ფაილი Xcode Pro გაფართოების, ეხლა არის სხვა გაფართოების ფაილი შექმნილი და ამ ფაილიდან გავშვებ ჩვენი აპლიკაცია. აი ეს. აი ნახე, როგორ არის დაყოფილი ნაწილებად Map Selection ის რაც იყო აქამდე და დამატებულია კიდე pods და frameworks და pods-ში თუ შევვართ, აი აქ framework-ებს ჩავაშლით, აქ iOS ჩავშლით, არა უბრალოდ pods ჩავშლით, ხო, აი pods-ში არის Google Maps-ის ჩვენი framework-ი და შეგვიძლია ამ framework-ში კიდე ჩავშალოთ resource-ებში, თუ დაიცადეთ აქ სადღაც. ახლა აი აქ header-ში არის Objective-C-ზე დაწერილი ფაილები და ნუ მოკლედ ამებთან რეალურად კოდის წერა არ მოგვიწევს, ეს არის framework-ი, რასაც ვიყენებთ. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? გადავიდეთ ჩვენ Map Selection-ში და App Delegate ფაილში უნდა თამავით. არა. ესე იგი, import ჩვენ core data-ცა Google Maps. იმიტომ რომ პროექტი შექმნილი თავიდან core data მოგჭკული იყო. ხო, და არ გამოვხდა. ანუ Google Maps დავაიმპორტოთ და application, აი მეთოდი რო application did finish launching with options, ამ მეთოდში უნდა მივუთითოთ ჩვენი Google Maps-ის ის ქირას დავაგენერებდეთ, ეს არის GMS ეხავე მეფიო არა მეფიო არა მეცდე ეწერება და GMS services წერტილი provide APK და აქ გადავწყვეტ ჩვენი აპლიკაციის key ჩავაკობეთ GMS services provide APK. Yes. ეს დაკოპირე. ოკეი. ანუ რეალურად უკვე თითქმის მივედით ბოლოში. ან უბრალოდ შემოვიტანთ Google Maps. რა უნდა გავაკეთოთ? Main storyboard-ზე გადავიდეთ და ანუ მარტივად იმ views, სადაც ჩვენი Google Maps-ი ჩაჯდება, შეგვიძლია უთხრათ მივუთითოთ ერთი რაღაც. ანუ views-ში რა ვიგულისხმობთ? ჩვენ view controller-ში ხო default-ად view არის ჩაგდებული, ამ view-ზე დავდგები და კლასად ამ views მივუთითებ, რომ ეს არის GMS map view. კოდიდანაც შემიძლია რუკის ჩასმა, მაგრამ ნუ ეს უფრო მარტივი გამოსავალია. და ეხლა გავუშვათ აპლიკაცია და თუ რამე არ გამოგვრჩა step-ებში წესით Google Maps-ი უკვე უნდა ჩაგვისვას. ოკეი, ეს არის ჩემი map kit-ი და აი ეხლა ვნახოთ. ხო, მე მგონი რომ Google Maps-ს გადავიდა. ოკეი, აი აქ ვნახოთ რა არის. აჰა, გადავიდა. გადავიდა. კი, ერორი არ არის. არა, ერორია დაიცა. ხო. ჩვენთან ერორი არ არის. არა, შენთან გაიშვა. გავუშვი. გამოჩნდა. გამოჩნდა, ოკეი, დაიცა, ეხლა გავარკვევ ჩემთან რა ერორია. დაიცა, მეტი ვარ მწოდოთ დავსერჩა. გავიხსნა რა გავამტოვე? კაი, აი ეს დავსერჩოთ ერორს. აი ხა აქ უნდა გავაკეთოთ თავიდან ხო, წერტილი. ეგრედაირად აქაც გავაკეთოთ წერტილი.
თითქმის იგივე ლოგიკაა. უბრალოდ რამდენიმე კლასია განსხვავებული. ეს ნახოთ. დაიცადე. Okay, ამე გადავამოწმო. Bundle identificator-ი. ჩემი მოგონის მეტი ვერსია. Bundle was incorrect. So так. Map. Okay. Box. Box. დავალოთ. ან drone და. ტელეგრამს ხდება. ეს ცუდი და რაღაცა გამორჩა უეჭველი. ერთად ვაკეთებ. მაინც რაღაც შემიშა საერთოდ გავიხსენო. ან შეიძლება drone და ან კაი ცოტა ხანთან დავაცდი. ანუ ახალი იდენტიფიკატორით შევწერე ბანდლის იმას დაახლოებით 5 წუთი გიჭირდება ხოლმე რომ აღიქვას თავიდან, მაგრამ კიდე რა შეიძლება პრობლემა ყოფილიყო ქართულ. კაი, მეც შევამოწმო რომ ჩავრთი iOS-ის key. SDK for iOS ჩართულია. კაი. Так, my bundle was incorrect. I changed bundle groups also and generate new key. აი შევადაროთ ჩემთან არის ერთი კითხვი. ეგ ისე რა ქვია. ერორი არ არის warning-ია. warning-ი, მაგრამ მაგის ბრალი. for iOS გაკეთებული აქვს. და ну, არა, თუ რაღაც თქვენთან გავაგრძელოთ და
ნუ ესეთი პრობლემისთვის მზად იყავი, თუმცა მე მგონი უბრალოდ რაღაც გამიჩა. შენთან დეშობა. კაი, მოდით რა ვქნათ ნიკამ გახსნეს. დანეც მე გავხსნით, კიდე ერთხელ ვწდი. მოიცდე თავიდან დავაყენებ საერთოდ აპლიკაციას. გახსნა. ხო, გახსნა. შემდეგ მან ჭირდებოდა დრო. ოკეი. არა ის დაიწყე თავიდან გავუშვებ. თავიდან გავუშვებ. всё. ხო, ან ბანერ იდენტიფიკატორის ამბავი იყო როგორც. იქ რო ჭირდებოდა. კაი ბატონო, всё გაიტანა ჩემთან. დავიდა. ოკეი, აი ხა ნახოთ. ლექცია გავხსნათ. აი, კადრს. მოდი აქედან გავყოთ ან ავკრიფოთ ბედრში. მეცდე დავიკითხოთ. რას ვაკეთებთ? ესე იგი. ნახეთ, წეები არის გარშემო იმის პოინტის გარშემო გაკეთებული. ეგ მაპკიც ჩვეულებრივად შეგვიძლია გავაკეთოთ და ეხლა ეს კოდით არის აწყობილი. ანუ CL location coordinate 2D, აქაც იგივეა, core location frameworks ვიყენებთ, უბრალოდ შეცვლილია რა მაგათად. მარკერი, ანუ pointy to annotation იყო, აქ არის GMS marker. და ანუ მარკერით ვქმნით მარკერს და ამ მარკერის პოზიცია არის CL location coordinate 2D make, ისევ წინაზე როგორც იყო, ვუთითებთ გრძედს და განედს. მარკერს აქვს title, მარკერს აქვს subtext-ი, ესე რომ ვთქვა და მე მარკერის მაპი ვუთითებ, ანუ თუ იქ იყო map add set region, ანუ კი არა, add annotation და ანოტაციას წერტილი იყო რეალურად ჩვენი წერტილი. ეხლა აქ პირიქით წერტილის მაპი არის ჩემი map view. ამას ვეუბნებით. მოდი გავაკეთოთ. და ნუ პარემ ესეც ვთქვათ რა არის. circle არის წერტილის გარშემო რო წრეწირია შემოვლებული. ესე იგი ამ circle-ს ვეუბნებით რა კოორდინატებზე ვსვავთ, ისევ იგივე CL location coordinate და რამხელა რადიუსით ვარტყავთ წრეს. stroke color არის გარშემო რო ფერიც აქვს და fill color არის შიგნით რა ფერიც არის ჩასხმული ეს და ისევ circle-ის map-ს ვეუბნებით რომ ეს არის map view. ოკეი, აი კამერა არის ამ შემთხვევაში zoom-ი. ანუ აი GMS camera position არის რამხელაზე არის ჩვენი მაპი მიზუმული გარედან. ну ამ შემთხვევაში იყოს რეგიონი რო გავაკეთეთ. რეგიონი მე სნაპი მქონდა. ხო, სპანი იყო და რეგიონით გავცენტრეთ და აქ კიდე კამერა არის რეალურად კამერა შეუძლებელი რა კოორდინატის გარშემო იცენტრება და რა ზუმი არის და მე მაპის კამერას ვსვავთ კამერად.